Salam, კიდევ ერთხელ. Კარგად. კარგად. გული შეიკარეთ წავით. მშვენივრად. და წესებს არ ვიყო. შენ შეკვირნებში იყავი. დისკომფორტი ხო არ კომფორტული არ იმუშავდა. შენ რა ცნობს? პირველი კითხვა მინდა Amazon-ის ვიდეოსთან მიმართებით ჩანაფიქრმა რამდენად გაამართლა გამომწერების კუთხით. რამდენი მოგიმატა პირველი ვიდეოს დადებიდან დღემდე? პირველი ვიდეოს დადებიდან დღემდე სადღაც 25,000 გამომწერება იმატა მაგ ვიდეოს გამოს. და არა იმაზე მეტი ვიდრე ანუ ეგრე დავაანონსეთ, რომ 200 თუ 200 ალბათ, ან თუ 200 არა უბრალოდ დავიდეთ 200 და მე მალევე იქნებ 200 ავიდეთ და თან დავამთხეთ და შეიძლება ეგრე დავაანონსეთ ის კი არა 200 რო იქნება ეგრე დავუდებთ. და იმდენად მომდონელი იყო ეს და რომ რა ვიცი არ ველოდებოდი მართლა და ძალიან საინტერესოა რომ ხანდახან იქ რო ვარ მე რაღაცა ვერ ვაფასებ რომ რაღაცა განსაკუთრებული მოხდა რამე საინტერესო ისიც. იმიტომ იმ კონტექსტში ხარ როცა იღებ ხო? ხო და ძალიან საინტერესო ფიდბექებიც მივიღე და ძალიან გამისწორდა მთელი პროცესი. ეგეთი არა გამომწერების გამო არა, ანუ უბრალოდ რაღაც ჩემი თავის ბოლომდე გამოხატვა მოხდა და თან გამისწორდა სიტუაცია. თან რაღაცა ის რა მოხდა მაგ ვიდეოთი თან ანუ მე მგონია რომ ბევრად ღირებული ვიდეოები მაქვს, ბევრად უფრო საინტერესო კიდევ უფრო და ბევრად უფრო მეტად აქცენტირებული მათ შორის აი ჩემ პერსონაჟზე რა, ანუ რაღაც კონკრეტულზე რაღაც ხდება, რაც მე შევედი, მაგრამ ამ Amazon-ის თემა ზოგადად იმდენად საინტერესოა, რომ მაგან კიდე ახალი აუდიტორია მოიწვია, რომელიც ჩემი ძველი ვიდეოებით დაინტერესდა და მე ისინი მწერენ რომ აუ რა, კაი ვიდეოები ქონია რა საინტერესო და ანუ ისე თუ ისე არ ხარა YouTube-ზე ეგრე რომ გვერდიდან შეიძლება ჩავუყარო რაღაც რა. და ეგეთი ვაირალ ვიდეო რაღაც მოჩი ეხმარება რომ ზოგადად გაგიცნოს აუდიტორია და უბრალოდ ეგ გამისწორდა. საინტერესო რამე თქვი რომ შეიძლება ანუ მოლოდინი შეიძლება რაღაც შეიქმნა რაღაც ვიდეოზე, მაგრამ არ გამოვიდეს. ხო? ანუ ისეთი როგორიც გინდა რა, უფრო მეტი შემოგჭადებული დროის ინვესტიცია, აუ შეიძლება ფულად ინვესტიციაც მეტი გაქვს, ნერვებიც მეტი გაქვს. მაგრამ არ წაიღო ისე როგორც გინდოდა. ეგ დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო შენც როდესმე თუ არ იყო არასდროს. ეგ იყო რავი, ჭკუის სასწაული ფაქტორი ძალიან ბევრ შემთხვევაში, რომ ანუ უნდა გაიაზრო რა შედეგის მიღება გინდა და რა რესურსი უნდა ჩადო ამისთვის რა, იმიტომ რომ არის ვიდეოები, რომელსაც ძალიან ბევრი რესურსი ჩადო და შეიძლება არ ღირდეს და არის ვიდეო, რომელიც შეიძლება 3 საათში გადაიღო და პროსტა იყოს ვიდეო და რატომაც არა რომ რაღაც რეკ თავიდანვე ხო არ იცი. თავიდან არა, ეგ პროცესი გასწავლის მაგას რა. ეხლა ამ გამოცდილებამ მოიტანა ჩემში, რომ როცა რაღაც კონკრეტული იდეა მაქვს, მაგაზე ვფიქრობ, რა რესურსი იქნება აიქნება ამ ვიდეოს, რამდენად საინტერესო იქნება მაყურებლისთვის და ასევე ჩემი მე როგორც ადამიანის, რომელსაც რაღაც კონკრეტული ინდივიდუალიზმი მაქვს, როგორ გამოვხატავ ამ ვიდეოში ჩემ თავს რა, იმიტომ რომ პირველ ვიდეო შეიძლება ძალიან მაგარი და ძალიან საინტერესო თემა იყოს ზოგადად, მაგრამ მე ვერ გამოვხატო ჩემი თავი კარგად რა. აი მაგალითად რა იყო, რავი, ანუ რაღაც ეგვიპტის პირამიდები პირობითად რა. ეხლა თუ ვიცი რომ ეგ უნდა გადავიღო, შეიძლება ძალიან საინტერესოა, მაგრამ მე რომ მივიდე და ვთქვა რომ ეგვიპტის პირამიდები მაგარია, შეიძლება რავი არ იყოს საინტერესო თემა, კარგი იქნება, მაგრამ თუ მივედი იქ ეგვიპტის პირამიდების წინ ყოფ სკამერებთან და მაგათი დასკამოცადე, ეგ ჩემთვის საინტერესოა და მე ჩემ პონჩი გამისწორდა, იმიტომ ჩემი ხასიათის ნაწილია რა. აი ეგ ბაზრის მოთხოვნები რა არის? შენი პიროვნება, პერსონალიტი რა არის? მან რა ბალანსი უნდა დაიჭირო? თუ არ არის საჭირო ბალანსი. ანუ ადამიანებისთვის ვინც შეიძლება ხვალ იწყებდეს, ან დღეს იწყებდეს რაღაცეებს და შენ შემთხვევაში როგორ არის? ბაზრის მოთხოვნები, ისი რა არის? გააჩნია რა მიმართულებით ხარ? ჩემ შემთხვევაში მე რომ ამ ვიდეოებს ვაკეთებ რა, მარტო ის არ არის რომ რაღაც კონკრეტულ ადგილებში დავდივარ. ალბათ ის რომ რაღაც კონკრეტული გამოცდილებები მაქვს ცხოვრებაში, რომლებმაც რაღაცები გადავაფასებინა და რაღაც მიდგომები მასწავლა რაღაცეებზე. ეგ მეხმარება რომ შეიძლება საინტერესო ტიპი ვიყო რა. სხვადასხვა ფორმატებში კიდე სხვანაირია. რადგან ეს სამოგზაუროა და რაღაცა ლაიფსტაილ ამბავია და იქ ხდება რაღაცები მუდმივად, ეგ გამოცდილება შენი
ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია რა. რა გაქვს დაგროვებული? ხო, რა მენტალობის ადამიანი ხარ რაღაც დონეზე. შეიძლება რაღაც მარტივმა გამოცდილებებმა ძალიან ბევრი გასწავლოს, მაგრამ ძალიან ბევრმა გამოცდილებებმა ცოტა გასწავლოს, მაგრამ რა მენტალობა ჩამოგეყალიბდა რა. შეიძლება კარგი მსახიობი ხარ და არაფერი მენტალობა არ ჩამოგეყალიბდა და ბიჭო, აი მსახიობას მაინც გზნობს ადამიანები და YouTube-ზე მაგას გზნობენ რა. ანუ მსახიობას გზნობენ, იმიტომ რომ გაიფაქტება რაღაც პერიოდის მერე უეჭველი გაიფაქტება რა. ანუ თუ აუთენტური არ ხარ, უამრავ კონტექსტს ყველა მაგას მეუბნება YouTube-ზე. ხო, ანუ უამრავ კონტექსტს გიპოვნიან ადამიანები, რომლებსაც შეის გაგფაქტავენ რა და თუ შენ შინაგანად არ გჯერა იმ ესენსაც აკეთებ. შეიძლება რაღაცები გააზვიადო, შეიძლება რაღაცებზე იღადაო, შეიძლება რაღაცები ისე გააკეთე, რომ რაღაც მოუხდეს უფრო ვიდეოს და რაღაც, მაგრამ ძირითადად ეხლა თუ რაღაცა აი რაღაცა არქსიამონებს და ანუ თავს აყალბებ და იქ ზიხარ, მაგას უეჭველი შეამჩნევს აუდიტორია და მაგიტოა YouTube-ის საინტერესო, რომ მუდმივი ფიდბექი გქონდა აუდიტორიასთან და ეს ფიდბექი გეხმარება, რომ შენ უფრო განვითარდე რა. ხო, ბევრი რამე ზუსტი არ არის YouTube-ზე, მაგრამ ეგ ზუსტი რაც არის, ეგ არის რა, რომ ყველა მაგას ამბობს, რომ სადღაც და მათ შორის გექნება შეცდომები, მაგრამ მაგაშიც უნდა იყოს გულწრფელი და ალბათ ჯობს რომ რაღაცები აღიარო და თქვა გულწრფელად, იმიტომ რომ მეც უშვებ შეცდომებს და რაღაც შეცდომები თამიშვი აქამდე რაღაც შეცდომებს აუცილებლად დავუშვებ, იმიტომ რომ ჩვენთვის უჩვეულობაა ის მდგომარეობა, თუნდაც რომ ბევრი ადამიანი მიყვარებს. ამ ეს კონტექსტი რომ შეიცვალა, თუნდაც რაღაც ჩემ კონკრეტულ ნათქვამს შეიძლება გაცილებით მეტი ღირებულება ან ძალა კონდეს რაღაცები რომ ყვდები მოებას პირობითად რა, რაც ვსაუბრობთ დაწყების წინ. ვიდრე მანამდე რომ ჩემთვის გამეყადავა. ანუ რაღაც პასუხისმგებლობაც გეზრდება, ხო? პასუხისმგებლობაც გეზრდება და შეიძლება არ იყო ბოლომდე მზად ამისთვის და ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ რაღაც ნელა გაიზარდო მაინც ვიდრე უცებ აფეთქდე რა. და ამიტომ რავი ან მეც ესეც მეხმარება მათ შორის ჩემი წინა YouTube-ის გამოცდილება რომ რაღაცები კიდევ უფრო ზუსტად გავაკონტროლო, რაღაცეებში ცოტა ხანდახან არიფი ვარ, მაგრამ რავი, იმის პროცესია რა. ის პროცესია მთავარია რომ შენ მიიღო შენი თავი და არ დაიგროზო იმაზე რომ ვიღაცები კონტექსტად რაღაცებს ამოგიჭამენ და მაგაზე დაგახიეთებენ რა. შენთვის ეს პლატფორმა თვითონ YouTube. შესაძლებელობაა თუ უფრო ეს კარტობის და თვითგამოხატვის არა, ჩემთვის YouTube არის შესაძლებლობა რომ შენი ცხოვრების ხედვა კონკრეტული რაკურსით აჩვენო. ჩემთვის ეგრეა რა. ეგ იქნება პოდკასტის ჩაწერა თუ მოგზაურობა თუ რაღაცა, ანუ რაღაც მოგზაურობის დროს რაღაც კონკრეტული იდეები მაქვს და რაღაცებს ვაკეთებ. ეგ არის ჩემი პიროვნების გამოხატვა. ეგ შეიძლება რაღაცა მჯდომარეს მექნა, მაგრამ იმდენად ეფექტური და შეიძლება რეიტინგულიც და შეიძლება საინტერესო დაყოფილი იყო და თან შეიძლება მეც არ მეკნო კომფორტულად თავი რომ ვიღაცა სხვა ადამიანთან ერთად იგივეს ვაკეთებ, მაგრამ აქ რაღაც უნიკალობაში რო ვარ და თან ჩემ თავსაც ბოლომდე გამოხატა, მგონია რომ ეგ არის YouTube არის ჩემი იდეების ბოლომდე გაჟღერება და მათ შორის ცვლილებებიც რა, იმიტომ რომ შეიძლება ეხლა რაღაც ხუმრობით რაღაცა გადავებით რაღაცებს უყურებდე, მაგრამ ძალიან დიდი სოციალური ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს რაღაც კონკრეტულმა YouTube ვიდეომ რა, ანუ იმაზე მეტი ვიდრე რაღაც კომპანიების მიერ ჩასხმულმა პირობითად რაღაც მილიონობით ლარმა ვიღაცების დასახმარებლად. და ყოფილა ეგეთ გლობალური მაგალითები? გლობალური მაგალითები მაგის, რავი, აიღე თუნდაც აი პაპსა მაგალითს გეტყვი რა, კონკრეტულზე არ ჩავხვალ. პაპსა მაგალითი აიღე, Mr. Beast-ის მაგალითი, რომელიც ამბობს, რომ მე მინდა შევცვალო ეხლა რა მიზნები აქვს და რაღაც როგორი მასშტაბის იუთუბერია და რა ბიზნესმიზნები კიდე ცალკე საკითხია, მაგრამ კონკრეტული იდეის კუთხით გეუბნები, რა გავლენა აქვს რა. Mr. Beast-ი ამბობს, რომ მე Feastables შოკოლადის იმიტომ უშვებ, რომ მე მინდა შევცვალო აფრიკელი ბავშვების ცხოვრება აფრიკელი ბავშვების პირობები. იმიტომ რომ რაღაც 90% ეგეთ შოკოლადის ქარხნებში აფრიკაში დასაქმებული არიან ბავშვები. და ეს რომ მუდმივად აღჟღერებს და ამ ხელა აუდიტორიას ეს ესმის, რომ მე რაღაცა ბავშვებს არ ვამუშავებ რაღაცა და Feastables რაღაცა გაზდის ამ თან ბიზნესიც იზრდება რა თქმა უნდა, მაგრამ ეთიკურ მიზნებს ვაჟღერებს. ამით იმაზე მეტ ინფლუენს აღწევს ვიდრე რაღაც Nestle-ის ნებისმიერი კამპანია რა. იმიტომ რომ იუთუბერი, იმიტომ რომ იციან ბევრი რაღაც უნახოთ, იმიტომ რომ რაღაცა მიყვებიან, იციან როგორ გაიზარდა და ბრენდი აქვს შექმნილი რა. და მაგ ტიპის კომუნიკაცია არის ბევრად მასშტაბური ვიდრე ხო რაღაც ნებისმიერი რაღაცა და ეგ ცვლილებები არის ერთი ამბავი რა. მიკრო ცვლილებები რა ხა რაღაცა პირობითად რაღაცა ინსპირაციები, რაღაცა ისეთი მინი რაღაცეები, რაც თუნდაც ქართული იუთუბერები აკეთებენ. ეგეც ხდება რა, რომ რაღაცა აზრი ჩამოაყალიბა, რაღაც იუთუბერები გაერთიანდა და კონკრეტული პოზიცია თქვეს და მე ადამიანებში რაღაც ის აზრი დაბადა მათ შორის რა. და ეგეთი მიკრო ცვლილებები ყოველთვის ხდება და ეგ არა აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ეგ გასართობი იქნება თუ
ისა რა ქვია შემეცნებით თუ ასე შემდეგ რა მთავარია რომ მაქსიმალურად აუთენტური იყო აუდიტორიასთან და მათ შორის შენი შეცდომებიც აღიარო და მაგის ფონზე მიყვე ბოლომდე და მაგ ნაწილში რა ანუ პირობითად აი მე თუ მინდა ეხლა რავი ანუ ვთქვათ 10 ადამიანს დავეხმარო ვიღაც ქართ საქართველოში 10 გაჭირებულ ადამიანს გავეხმარო. ოღონდ ისე არა რაღაცა შეფუთულად რა ხო იცი რა დეპუტატები რომ მედიან პარკებით და რაღაც მარას მიყვარ ეგრე არა ანუ რაღაცა ინსპირაციული ვიდეო გავაკეთო რა. გაცილებით მგონია რომ გაცილებით დიდი რესურსი შეიძლება მქონდეს ვიდრე ნებისმიერმა კომპანიამ რომ იგივე გააკეთოს. იმიტომ რომ ხალხი მე მომყვება, მე ამას გავაჟღერებ, მე შეიძლება ხალხი გაერთიანდეს და რაღაცა ეგრე გავაკეთოთ და ეგ მაგას სანამ თუნდაც მასშტაბი არ მექნება პირობითად და სანამ რავი ამაზონის ჯუნგლებში არ ვიქნები და მანამდე პროსტა ავდგები და გავაკეთებ ვერ ვიზამ. ამიტომ ხანდახან თუნდაც ვაკეთებ ისეთ რაღაცებს რომელიც მისწორდება, მაგრამ შეიძლება ბოლომდე ინსპირაციული არ იყოს, მაგრამ ეს გეხმარება რომ რაღაცნაირად მასშტაბი გაიზარდო ადამიანების შენ გენდონ და მე რავი თუნდაც კარგი ამბები გააკეთო. თან ეგ მასშტაბი ხო სუმზარდია რა რაღაც თაობა რომელიც YouTube-ს უყურებს, მე მას სხვა თაობა მოყვება წინ ასე ვთქვი, პრო პატარა და ისინიც აქ ამ პლატფორმაზე მოიყრიან თავს ყველა ანუ მაგის ზრდა ჯერჯერობით ისე არ მოხდარა როგორც რესურსი აქვს ქვეყანას რეალურად რა ნუ არ არის ჯერჯერობით მაგრამ იქნება რა უფრო მეტიც თუ გაიზრდება უფრო მეტიც ან პირიქით უფრო თაობიდანაც ხო გამოდის უკან რა ანუ ისე არ არის რომ აქედან გადიან ანუ ადამიანები რაღაცა ძირითადი ნაწილი ეხა ანუ ეგრე არ არის რომ YouTube-ს ყველა უყურებს რა არის ადამიანები რომელიც საერთოდ YouTube-ის აზრზე არ არიან მაგრამ ის პატარ-პატარა საფითქებები რაც ხდება თუნდაც შეიძლება შევწოდა Amazon-ის ჯუნგლებში შეიძლება კი არა და ძალიან დიდი რაღაცა ჩრდილოეთ კორეაში გასვლა რაღაცები აი აჩვენს ადამიანს და მე ხდება რომ ვა რაღაც საინტერესოები ხდება აქ რა მე მაგის მიღმა გავლაში მე შეიძლება ცოტათი პოლიტიკასთან შეჯახება რაც ხანდახან ძალიან სულის მაგრამ ხანდახან ეგეც რაღაც სხვა კონტექსტში ნაწილია ხო ეგეთი ამბები აინტერესებს ადამიანებს და ჩემთვისაც და რავი ანუ ვინც შემოდის მე ხვდებიან რომ თან ის არის რა ანუ არჩევანი გაქვს ის არ არის ტელევიზიაში ჩართე და დავიდე ბოლომდე უყურე რა არჩევანი გაქვს არ მოგეწონა შეიძლება აირჩიო ვიღაცა უყურო გადართო სხვაზე ნახო სხვა ნახო გააჩერო და ეგ ყველაფერი მე მოქმედებს ეგ ყველაფერი რეიტინგებზე რა ანუ თუ საინტერესოა ვიდეო ახდია ძალიან რეიტინგული თუ ნაკლებად საინტერესოა დაბალ რეიტინგული და ეგ გაძლევს საშუალებას რომ შენს როგორც იუთუბერმა მათ შორის რომ რაღაცა საინტერესო რაღაცები გადაიღო რა ანუ იმიტომ რომ მე რომ ხედავ რომ ვა ეს რაღაცა კარგი რეიტინგი მოაქვს ახალ 1000 ადამიანის ფიდბექი მივიღე რაღაცები შეიძლება იმის გავსი ვიდეო გადავიღო კიდე ეგ ცოტათი შეიძლება ხელშემშლელიც იყოს იმიტომ რომ შეიძლება შენი თავი დაკარგო და აი ამ იმებში ინფორმაცია ჩაება მაგრამ მან ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია ხო ეგ რისკების სვალი. აი ეკონომიკის ნაწილზე რო გადავიდეთ YouTube-ის. რამე მომენტი იყო, როცა მივხვდი რომ ეკონომიკური სარგებელი აქედან შეიძლება მიიღო, სწორად საქმის კეთების და მოკეთ რა ეკონომიკა აქვს დღეს ქართულ YouTube-ს. კომპანიების დამოკიდებულება მათ შორის, სპონსორები და ერთჯერადი დამკვეთები, რომელი უფრო მდგრადია. აი ეს თემები რომ მოგწოთ. მოკლედ ქართული YouTube-ის რაღაც ეს ეკონომიკა ძალიან საინტერესოა. ძალიან განვითარებადი და ზრდადია და სულ იცვლება ტენდენციები, ოღონდ დადებითისკენ იცვლება ტენდენციები, მათ შორის სპონსორების კუთხითაც, იმიტომ რომ სპონსორიც მათ შორის ირჩევს პირველ რიგში ერთჯერადი და გრძელვადიან ურთიერთობების რო შევეხოთ, უფრო მეტად მისაღებიც არის და უფრო მეტად საინტერესოს და უფრო მეტად აპრობირებულია გრძელვადიანი ურთიერთობები YouTube-ზე, იმიტომ რომ ის მოკლებადიანი ჯერ თვითონ კრეატორს არასტაბილურობის განცდას უპოვებს და ასევე არასანდოობის განცდასაც ტოვებს რაღაც მომენტში რა, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტულ ბრენდზე ეხლა პირობითად რაღაცას რავი სასმელზე თუ ამ ვიდეოში ამოვიდა მეორე ვიდეოში სხვა სასმელზე ამოვიდა მესამე ვიდეოში სხვა სასმელზე ეგ ცოტა რა ავთენტურობას გწევს რა მაგასაც გააჩნია როგორ ამბობ თუ რაღაცა შვილებს არიფიცებ რომ მე ამას ყოველდღიურად რომ ეგ სხვა ამბავია მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია რომ რაღაცა გრძელვადიანი ურთიერთობა გქონდეს სპონსორთან და ჩემი აზრით სპონსორისთვისაც ძალიან უფრო მეტად საინტერესო უნდა იყოს რომ ერთ ადამიანთან რომლის ღირებულებებსაც ენდობა და რომლის რაღაცა მიზნებსაც და რაღაცა ქცევებსაც მიყვება და მის ბრენდთან შესაბამისობაშია ეგეთი იყოს მაგასთან იყოს ვიდრე ბევრთან გაიფანტოს რა იმიტომ რომ რაღაც ასოცირებას მოახდენ და მე მგონია რომ იუთუბერის და სპონსორის ურთიერთობა რაღაც მაგაცური ან სოლქრონული ურთიერთობა უნდა იყოს იმას ფინანსები ჭირდება ის გეუბნება რომ დავაი მოგცემ მე მაგარ ვიდეოს გადავიღებ ვა და შენს ბედნიერი იქნები მეც ბედნიერი ვიქნები ეგეთი დამოკიდებულება რა არის რა იდეური თანხმოთაც ხო უნდა გქონდეთ ანუ შეიძლება იყოს კომპანია რომელსაც ვა ამას
ბევრი ნახვები აქვს, ბევრი გამომწერი ყავს, მაგრამ მოდი შენთან და საერთოდ არაფერ შუაში არ არის. რას გულისხმობ მაგალითს? აი, რა ვიცი, არაფერ შუაში არ არის. რაღაცა აწარმოებს ისეთ პროდუქტს, რომელიც მე არ ხდება შენს იმ, ან როგორ უნდა მოერგო? შენ უნდა მოერგო თუ მე არ ვიცი შენ ჩემი ვიდეო ნანახი გაქვს თუ არა? მაქვს. მაგრამ მე მაქვს გაკეთებული რეკლამა ბავშვის ხელოვნური განაყოფიერების. მოიცევი. რანაირად ხდება იგი ხა ჩემ კონტენტში. უბრალოდ ეხლა მე რაღაც იუმორისტულად მივდექი, რაღაც კონკრეტულ თვალშიდან გავაკეთე, მაყურებლების მას იხმურეს მაგაზე, ეგ ერთჯერადი იყო რა. იხმურეს რაღაცა, მე პროსტა ინფორმაცია მივაწოდე რა. ანუ არ არსებობს რაღაცა, რომელსაც ვერ ჩასვამ კონტექსტში. ანუ არ შეგვეშინდეს, რომ მაგის არა. აი ჩემთან არ ფშოშერა და არა, იმიტომ რომ რავი მე ადამიანი ვარ, რომელიც ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება დავინტერესდე, მათ შორის პერსონალურადაც ხო შეიძლება რომ დავინტერესდე ძალიან ბევრი რაღაცით რა. მე როგორც იუთუბერი თუ იმ პროდუქტს ვენდობი ვარ, ერთი ამბავია რომ მე მხარს ჩემი გენერალური სპონსორი ხარ მომხმობი ბოლომდე და რაღაც ეგ კიდე სხვა არის, რაღაც ერთჯერადი რომ შემოდის მე იუთუბერი ვარ, რადგანაც ეს პლატფორმაა, რომელიც ბევრი ინფორმაციას და ბევრი ადამიანის ყურადღებას იპყრობს. მე ვარ პლატფორმა, ამ პლატფორმაზე შენ მე შემიძლია ამაზე ვთქვა, რა თუნდაც რეკომენდაცია გავუწიო. ან პროსტა ინფორმაცია გავაშერო. შენ მე გადაწყვეტა გინდა თუ არა, პირობითად. ეს იუთუბერის შემთხვევაში თან თუნდაც რო შევადაროთ აი ვერტიკალური, ანუ TikTok-ის და Instagram-ის კრეატორს რა, იუთუბერის შემთხვევაში საზოგადოების ფიდბექი გაცილებით დადებითია, სულ პროდუქტი არ გამოიყენოს თან, იმიტომ რომ იცის რომ მე თუ ამ ბავშვის ჩასახვის საწინააღმდეგო ამ პირი ხელშემწყობილმა პროდუქტმა მე ფული მომცა, ესე იგი ეს თუ გულსველი იუთუბერი ვარ და არ ვშვები ისე რომ რაღაცა 300 ლარს ხარჯა ვიდეოში და დანარჩენს რავი იმას რაღაცა მამაჩემს და ბებიაჩემს ბინებს ყიდულობ თუ ეგეთი გულსველი იუთუბერი ვარ და მართლა აქცენტირებული მე რავი მე ყოველთვის ვამბობ რომ ეგრე ვარ რომ თუ შემოვა ფული დავაი ბოლომდე რაღაცები გავაკეთე და ინვესტიცია. ხო თუ ეგეთი ვარ, ესე იგი მაყურებელსაც მაგრად უსწორდება ეგ ამბავი რომ ის შემოვა შენთან და მათ შორის ლოიალობა შეიძლება გავუშვეს ბრენდის მიმართ. მაგრამ თუნდაც TikTok-ზე და თუნდაც Instagram-ზე, რადგანაც ძალიან დიდი სივრცე არ არის რომ ამის რეკლამა გააკეთო, ანუ რაღაც ერთწუთიანი ის გაქვს რა, ისე გამოდის რომ პროდუქტის და რეკლამას ერთ და იგივეა, შენ პირდაპირ უნდა გააშერო. და ეგრო ხდება, ცოტა გამაღიზიანებელია რა, რაღაც მომენტში რომ ანუ შენ რაღაც ველიუს კი არ მაძლევ ამ კონკრეტული პირდაპირ მეუნებით. როცა YouTube-ზე მთავარი პროდუქტი არ არის, მთავარი ეს ვიდეოა, მაგრამ ეს პროდუქტი ჩემოა აქ, იმიტომ რომ იცოდე რომ ეს ვიდეო რო შექმნილიყო ამ პროდუქტი მე დამეხმარა რა. აი ესე კითხვა მაშინ უარი გითქვა ამ სპონსორისთვის? ძალიან ბევრზე. ხო და მიზეზი რა არის ხოლმე ძირითადად? ანუ ისეთი არა რაღაც რაც შეიძლება კომერციული საიდუმლოება იყოს, მაგრამ აი მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი რამე. მათ შორის შეიძლება იყოს ღირებულებები, მათ შორის შეიძლება იყოს სხვაებთან ვისთან თანამშრომლობენ. ანუ თუ რაღაცა იმ კატეგორიაში გავდივარ რომ მეც რაღაცა ერთ-ერთი რაღაცა და იმ ანუ ეგეც მოქმედებს რა ჩემ თავზე, რომ იმათთან იმ კატეგორიაში აფილირება არ გინდა რაღაც ვიღაც კონკრეტულ ადამიანებთან, რომლებიც ანუ თუნდაც რა YouTube-ზე ეხლა რაღაცა ის დაიπებული ეს ერთიანობა იუთუბერებს და შემდეგ და მე პირიქით ვემხრობი მაგას რომ მაქსიმალურად ჯანსაღი კომუნიკაცია, დიალოგი იყოს მაგამ ბავშვში და ვიყოთ ერთიანები გარეგნულად მინიმუმ რაღაცა გადაცემები გვაქვს, მათ შორის მეც მაქვს, მაგრამ ყველა ვერ იქნება ერთიანი ფიზიკურად, იმიტომ რომ ის პიროვნება შეიძლება რავი, ის რომ იუთუბერი ავტომატურად არის შანსი რომ მაგალითი ვიღაც პირობითად რა. ხო და თუ რაღაცა მე არ მომწონს იმ ტიპთან რო არის დაანახოს და ვიღაც ტიპებთან, რომლებიც კონკრეტულ ასოციაციას ტოვებს, მათ შორის არის პოლიტიკურ ინტერესებზე, იმაზე, მე შეიძლება არ მომიტეს. ფინანსებზე, მათ შორის დამოკიდებულებაზე იმის მხრიდან როგორ აღიქვამს რა, ამას რა, იმიტომ რომ რავი, ანუ თუ თავიდანვე არ გაუსწორ და თვითონაც შეიძლება, ანუ არ დამაფასოს მე და არ გაუსწორდეს ურთიერთობა. მათ შორის კომპანიის ბიუჯეტზეც რა, ანუ იმაზე კი არა რომ ფულს ვერ მიხდის. ანუ მითხრას რომ კაი გადავიხდი, გავიჭირებ, გადავიხდი და აი ძალიან პატარა კომპანიაა პირობითად რა. ეგ პატარა კომპანიას იმდენად დიდი მოლოდინი ექნება ჩემთან რომ მე გაყიდვები აუფეთქო, რომ ძალიან სტრესში ჩამაგდებს რაღაც მომენტში და მაგ დროს მირჩენია რომ მე თავი შევიკავო და უთხრა რომ აი მე ნუ ჩათვლი რომ მე რაღაცას ეგრე გიზამ რა. მე მირჩენია რომ რაღაც მოლოდინების არ უნდა შევუქმნათ ჩვენ თვითონ როცა დამკვეთი. მე ვერ შევუქმნი, იმიტომ რომ მე არ ვიცი, მე ვიცი რაღაცა კონკრეტულად ნახვებზე რამდენი ადამიანი გაიგებს ამას. თვითონ შეუძლია რაღაც დაჩიქოს რა გავლენა შეიძლება მე მქონდეს, მაგრამ მე ვერ შევუქმნი გაყიდვების მოლოდინებს იმას რა, იმიტომ რომ ჯერ ერთი პროდუქტს გააჩნია და ჯერ ერთი რაღაცა message box-ს გააჩნია და ჯერ ერთი რა საჭირო ჭრის პროდუქტი იმას გააჩნია. ანუ თუ 1000-დან ერთ-ერთი პროდუქტია შეიძლება ვერ გაიყიდოს ვაფშე, თუ ძალიან უნიკალურია შეიძლება მაგრა გაიყიდოს, ეს სხვა ამბავია. მაგრამ თუ კომპანიას რაღაც ბიუჯეტი აქვს პირობითად 3000 ლარი ერთია და მეორე კომპანიას 20000 ლარი აქვს,
და ორივე ეს მიხდის 3000 და ის 2500 ლარს შეიძლება 2500-იანი ავირჩიო, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს არ იქნება ჩამოკიდებული და ყოველ წამს არ შემაწუხებს რომ არაფერი არ ხდება, რაღაც ხო ხდები, ანუ ეგეთი გამოცდილებები მქონია და ამიტომ როცა თავიდან რაღაც პატარა იმაზე ხარ ღირს ეგრე, მაგრამ მე ხო ანუ უფრო მეტად YouTube-ზე მაინც brand awareness-ი მუშაობს, ვიდრე პირდაპირ გაყიდვები უფრო ვერტიკალურ მედიაში მუშაობს რა. ამ შემთხვევაში აი ბიუჯეტირება შედარებით გამართულია უკვე სისტემა YouTube-ზე თუ გაუმართავი ისე რას გულისხმობ მე ფასთა კატეგორია როგორ დგინდება მოკლედ ფასი კონკრეტულ არხზე კონკრეტული პროდუქტის განთავსებით ნუ შენ არხზე ცხადია ხა ისი რა არის და ბაზარი როგორია ბაზარი რაღაც დონემდე უკვე ჩამოყალიბდა და რაღაც კონკრეტული რეინჯები უკვე არსებობს რომ რა რეინჯებს ხვდები რომ ეს იმ რეინჯს ეთანხმება და მოყვება და რა რეინჯს გამოცდილება მიგვიღია რომ აი ეს რო გვითხოვ წასულა ეს იუთუბერებს ვიღაც ბევრს რამდენიმე არის მინიმუმ ერთმანეთთან კომუნიკაცია გვაქვს როგორც კომპანიებს აქვს კომუნიკაცია სხვადასხვა იუთუბერებთან და იციან რომ რა ფას მიიღებენ მაგათგან რომ ამან ეს მითხრა ამან ეს მითხრა ამან ეს ეგრე ხო არის ჩვენს ერთმანეთთან გვაქვს კომუნიკაცია და დაახლოებით ვიცით ვინ რას იხდის რაზე იწუწუნა რაზე არ წამოვიდა რაზე იყო თანახმა რაში იყო დასამტკიცებელი და ასე შემდეგ ეგ რეინჯი რაღაც დონეზე ეგრე შექმნილია მე რაღაცა იმის მიხედვით შენ რა რეიტინგი ან გავლენა ან რაღაც ღირებულებას ატარებ შეიძლება ცოტა აუციო ფასი ან მოთხოვნიდან გამომდინარე შენ მიმართ შეიძლება აუციო ფასი ან დაუციო ფასი ესე კონკრეტულად გაიდლაინი თუნდაც დამწყები იუთუბერი ხარ ეგრე არ არის მაგრამ თუნდაც აი კომუნიკაცია რო ექნება სხვა იუთუბერებს ქართული იუთუბერებს რო დავგავშდები რავი როგორც საბაზრო ეკონომიკის პრინციპებია ეგრე დაახლოებით მიხვდები ეხლა რა ფასი ჩამოყალიბდა ამ პროცესის განმავლობაში და ახალ ველოსიპედს ვერ გამოიგონებ რა ხო ამიტომ მნიშვნელოვანია რომ შეიძლება იცი რა არის შეიძლება კონკრეტული ფასები ჩამოყალიბება მაგრამ ისეთი იდეები გააზრო თანამშრომლობის კოლაბორაციის ისეთი საინტერესო გეგმა გაუძრო რომ მაგის მიღმა წავიდეს შენი სპონსორი და წამოკვეს ბოლომდე იმიტომ რომ ის ამ იმაში ბოლომდე იქნება რა ჩართული რა. ეგეც ინდივიდუალურია რა. თავარი რომ რაღაც ბაზარი არსებობს, ადრესად არ არსებობდა ბაზარი და არ არსებული და უნდა მოგიტანა რაღაც კონკრეტული ღირებული. ხო და ბევრი კითხვის ნიშანი იყო. ხო, აი გიორგი მარშანიას აქვს ხომ რა ჟოზეს რო აკეთებო, ანუ ვერავი, ანუ არ ვიციო ხანდახანო, ანუ ბაზარზე რომ ზოგადად პროდუქტი არ არისო, რა ფასი უთხოს საიდან მოვიტანო, ხანდახან ვერ ხვდებიო რა. და მე მაგასაც გამოცდილება და შეიძლება რომ ეუნები რაღაცას ის რა რეაქცია აქვს ამას ხვდები და მან ან შენი გაკვეთების სკილშია პრობლემა, ან იმაში რომ ძალიან არაადეკვატური ფასი უთხარი. მაგრამ მაგ ჩემ შემთხვევაში ის მეხმარება რომ მე მარკეტინგში მუშაობდი რაღაც პერიოდის განმავლობაში და დაახლოებით ვიცი რა ხდება იქიდან ხარეს რა რომ აი რაღაც როგორი გეგმება ბიუჯეტი, როგორ ხდება განაწილება, რა წარმოდგენები აქვს, რა შეიძლება როგორ შეიძლება გამეთვალისწინო ისე ანუ როცა ისე ცალსახად იუთუბერულად უყურებ რა აი რაღაც გულით თქვა რომ ჩემთან სპონსორები რატო არ შემოდიან მაგრამ სინამდვილეში იქით კიდე სხვა სამყარო მუშაობს და ძალიან ბევრი კონტექსტი უნდა გაიაზრო რომ ეგ შეთავსება მოხდეს რა და მაგისთვის რავი მნიშვნელოვანია თუნდაც გამოცდილი იუთუბერებს რაღაც აზრი კითხვა იმიტომ რომ რავი შეიძლება რაღაცები კონფიდენციალური იყოს მაგრამ ძირითად შემთხვევაში ინფორმაციის გაზიარება არავის არ ენანება რა გაუზიარებთან ახალი ადამიანებიც უჩნდებიან ეგ არ არის ცოტა პირიქით კარგი არის ზოგადად აზრისთვის იუთუბერები ქვია ამ შემთხვევაში აი რა უფრო დიდია ინვესტიცია ეს არის ფინანსები დრო თუ ნერვები როცა YouTube-ს აკეთებ შენ შემთხვევაში კონკრეტულად ჩემი შემთხვევა კი ხო ყველაფერი დიდია ჩემი შემთხვევაში მე ფინანსურად წამგებიანი საქმიანობისები ჯერ კიდევ ანუ თეორიულად რა ვიყო არ ცხოვრებაში მეხმარება ყველაზე ევროპაში ცხოვრობდა რაღაცეები და მამეთ მაგუთი პრობლემა არა მაგრამ ჯერ კიდევ წამგებიანი საქმიანობას ვეწევი იმიტომ რომ მინდა რომ უფრო მეტი და საინტერესო რაღაც ანუ ზრდის მიხედვით იმისა რომ მაიმუნკაკოს დაეწიო და ხო ანუ ზრის ტემპზე ვარ რა და მინდა რომ ანუ ეგ არის ჩემი საქმიანობის ჩემი ბედნიერების წყარო ეს ყოველდღიურობა და ეგრე არ უყურებ რომ ეხლა რაღაც წარმატებული იუთუბერი გავხდები და მე დავждები და პულის თულას დავიწყებ რა ჩემთვის ანუ ეგ პროცესია რა და რომელსაც მიზანი ეხლა ორიენტირი აქვს ეგ რასაც შენ ამ მაგრამ შეიძლება მე რაღაც გლობალურადაც გავაკეთო არხი და მაგ მიმართულებით იყოს ახალი მიზანი შეიძლება აქ იყოს უფრო რაღაცა მე მეურად უფრო მეტადღირებული ვიდეოები შექმნა ანუ ეს არის რაღაც ჩემი თვითგამოხატვის ფორმა და მართალია ბიზნესია ცალკეულად გაგებით, მაგრამ საინტერესო ჰიბრიდია იმ კუთხით, რომ თან პერსონალური გამოხატვის ფორმაა, რომელსაც თან ბევრი საინტერესო ის მოყვება, რა ვთქვი. ეგ მიდგომა შენთვის სწორია და ასე ვფიქრობ და ეგ არის, მაგრამ ზოგადადაც სწორი და არასწორი ცოტა ისეთი ნებებია რა.
ლოგიკურია? ანუ შენთვის ეგ სწორია, მაგრამ რომელი მითქმა? აი რო უყურებ, არ უყურებ როგორც ვთქვათ ბიზნესს რა. თვით გამოხატვის საშუალება ის ანუ ძალიან საინტერესოა გავლენებისას ვთქვათ ზრდის საშუალება, რაღაცა ვიღაცეებისთვის ცხოვრების შეცვლის საშუალება შეიძლება იყოს შენი ვიდეო, ვიღაცის უკეთესობისკენ შეუცვალო რაღაც. ეგ ზოგადად ეგრე უნდა იყოს. თუ შენთვის არის მარტო ეგრე. ანუ რამე ცალსახა არის რომ მე YouTube-ს ვიწყებ ხვალ და აი რა პრინციპს მოვერგო რა, ანუ ბიზნესურად ვიფიქრო. ჩემი აზრით YouTube-ზე თუ ფიქრობ, აი ეგრე ჰიბრიდულად უნდა იფიქრო რა. არ უნდა იყოს საცახად რომ მე YouTuber-ი გავხდები და მხოლოდ ჩემი იდეებს გავავრცელებ. უნდა ანუ გააჩნია შენ ამბიციებს ან მიზნებს რა შეესაბამება. ჩემ შემთხვევაში, რადგანაც ჩემთვის საინტერესოა და გამოწვევა და მინდა რომ არ გავჩერდე და ვაკეთო. ამიტომ რაღაცა ეგ არ მერიდება. შეიძლება ვიღაცისთვის უბრალოდ სახში ჯდომა და კონკრეტული აზრების დაფიქსირების ფორმა საინტერესო და ამით კომერციალიზაცია თუ გააკეთა და თუ არის ფიქრა იმაზე რომ ეხლა მე რაღაც უნდა წავიდე და სამსახურში უნდა ვიმუშაო ამისთვის რა და ის მისაღები იყო მისთვის რა. რატომაც არა. უბრალოდ მე იმას ვამბობ რომ თუ თავიდანვე მხოლოდ ანუ ეს ფულის გაკეთების რესურსი თუნდაც არის ამბავი იმის რომ შენ კიდევ უფრო მეტად დაგეხმაროს რაღაცებს მათ შორის ის რომ დრო გამოგავითავისუფლოს თუ პატარა თუ ამ კომფორტულ ზონაში ხარ რომ სახლში ხარ და რაღაცებს წერ დრო გამოგავითავისუფლოს იმაზე რომ ეს რაღაცები წერო და არ წახვიდე ვიღაცასთან არ იმუშაო პირობითად რა ეგ არის შენ თუ რაღაც კიდევ უფრო მასშტაბური მიზნები და სურვილები გაქვს და კიდევ უფრო გაზდა გინდა და ასე შემდეგ მათ შორის იმაზე რომ ის რაღაც ახლის გაკეთება რო გინდა მაგაში დაგეხმაროს ეგ ფინანსური რესურსი. აი მე ვუყურებ ეგრე რომ ეგრე უნდა იყოს რა. თუ მხოლოდ კომერციულობა არ არის. ხო არა, ის არის რაღაცა კონკრეტული რაღაც როგორც ChatGPT და AI ჩამოყალიბდა და მაგასთან ადაპტაცია უნდა ვიცავოთ, ეს არის კონკრეტული რაღაც, რომელსაც რაღაცა კონკრეტული დოგმა არ არსებობს რა. მაგრამ მთავარი ამბავი ის არის რომ თუ მხოლოდ იმიტომ იწყებ რომ რაღაცა ფული გააკეთო, ფული იშოვო და ინტერესი და მიზნები იმის არ გაქვს რომ თუნდაც საჯაროდ იყო, თუნდაც ეგ აიტანო ეგ რაღაცა თუნდაც გესლი ჰეიტ კომენტარები ის ეს და მაგის ფონზე აკეთო მალევე შეწყვეტ იმიტომ რომ ბევრად მეტი ფული შეიძლება გააკეთო თან თუ კონტენტის კეთება იცი საქართველოში მით უმეტეს პირველ 2 წელში ბევრად მეტი ფული შეიძლება გააკეთო თუნდაც იმიტომ რომ კონკრეტულ კომპანიებს მოემსახურო რაღაცების გაკეთებაში რა რაღაცა ბინები გაუყიდო პირობითად რა მაგათი კონტენტ კრეატორი იყო იმიტომ რომ მაგის ლევერიჯი გასლებით დიდია ის შენ ერთი ბინა თუ გაყიდა შეიძლება $10,000 გააკეთოს იმან შენ უნდა იწვალო და ვიღაცა 500 ლარიან იმას სპონსორშიპს გააცნო. და მონეტიზაციას აზრი. ხო, ამიტომ ფულის საშუალება თუ შემოდიხარ, ქართული მონეტიზაცია. რატოა? რავი, მაგას რამე? ქართული მონეტიზაციას თავის ლოგიკური ახსნა აქვს, რატო აქვს? იმიტომ რომ ღარიბები ვართ რა. იმიტომ რომ აი ხო როგორ მუშაობს ლოგიკურად ეგრე მუშაობს რომ როცა 60-40 ხო არის, ანუ როცა სპონსორი რეკლამას აკეთებს 40%-ს იღებს YouTube-ი, 100%-ს უხდის კრეატორს. როცა სპონსორი ხარ შენ რაღაც კონკრეტული ბიზნესი, რომელიც შემოდიხარ რაღაცა პირობითად რაღაცა შაურმას ყიდი რა. იცი რომ აქ შაურმას $10 ვერ გაყიდი და იცი რომ ის $3 მარჟა ვერ გექნება. იცი რომ 30 თეთრიანი მარჟა ძალიან პირობითად ლაპარაკი გექნება. შესაბამისად რეკლამაში გადახდაში გიღეს რაღაც 7 თეთრი გადაიხადა, იმიტომ რომ ქართული აუდიტორია არ არის მეტის მყიდველი, ანუ არ არის ძვირი. ზუსტად ამიტომ როცა ქართული აუდიტორია უყურებს თაფასები ამ რეკლამის გადამხდელების არის გაცილებით დაბალი. შესაბამისად მე გაცილებით დაბალი მომდის როგორც მონეტიზაცია. ეგ არის მთელი ამბავი. თუ უცხოურ აუდიტორიაზე გადიხარ, ესე იგი მან თუ პლეისმენტი რეკლამა ამოაგდო, ესე იგი ნიშნავს რომ იქ ტიპი რომელსაც ყოველ თვე $10,000 აქვს პირობითად საშუალო შემოსავალი, მიიღებს იმ ინფორმაციას რომ წავიდეს და რაღაცა ჩუსტები იყიდოს. უნარი აქვს შესაძლოა. კი, და სულ ეგ ანუ ღარიბები ვართ. ანუ მაგას ეგ არ გამოსწორდება თუ არ გამდიდრდებით. თუ არ გამდიდრდებით ან თუ არ გავიზრდეთ. ახლა ინდოეთში მაგალითად ბევრი ნახვა გექნება, იქაც ღარიბები არიან, მაგრამ ბევრი ადამიანი მიიღებს ინფორმაციას ამ რეკლამაზე და უფრო ბედს იშოვ. ეგ იქნება მთელი ამბავი, თორე ღარიბები ვარ და ცოტა ვარ. მარტო ეგ არის მიზეზი იმის, რომ დაბალი მონეტიზაციაა რა. და მაგ მონეტიზაციით, ნუ შეუძლებელია შენახვა. მაგ მონეტიზაციით გააჩნია რა მიმართულებით აკეთებ. შესაძლებელია ახის შენახვაც, გააჩნია რა მე ძვირადღირებული კონტენტი მაქვს მაგალითად და შეუძლებელია ახის შენახვა. მაგრამ სამაგიეროდ რადგანაც ძვირადღირებული მაქვს, რადგანაც უნიკალური და საინტერესო მაქვს, მონეტიზაციაზე ბევრი შესაძლებლობა შეიძლება თუნდაც სპონსორშიპის კუთხით. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც რავი, ან გეიმერები მაგალითად, რომლებიც მონეტიზაციაზე ბოლომდე წურავენ და კარგად ჩაულობენ რა. მაგალითად, აი რავი, წარმატებული მაგალითებს გეტყვი. აი ამიკო, ვიცი რომ მონეტიზაციაზე ძალიან ბევრს, ძალიან კარგ, ძალიან ბევრს არ ვამბობ, მაგრამ ძალიან კარგად არის რა, გეიმინგის კუთხით. ჩემი 5 წელში ჩართული. ხო, ანუ არ არის ეგრე რომ რაღაცა ის თუ ის გაქვს რეიტინგები, იქაც იშოვი რა. ერთი სამწუხაროდ იმისა, ემიგრაცია ხდება.
ეგეც ეხმარება რომ უკეთესი აი იქიდან რო უყურებენ? იქიდან რო უყურებენ, ანუ ის ხო აღიქვამს YouTube-ს ხო არის ის ემიგრანტია რომელიც თუნდაც არალეგალად მუშაობს, ის აღიქვამს რომ ამერიკიდან ტიპი შემოსულია და მზად არის რომ რაღაცა ის გამოიწეროს. ხო და აღიქვამს ძალიან მაღალ შემოსავლის, ისედაც არიან მაღალ შემოსავლის საქართველოს შეადარ, მაგრამ მაგად აღიქვამს რა. და ამიტომ ეგ ეხმარება რომ მეტი მონეტიზაცია მოხდეს რა. აი ალგორითმს ეკითხა ბოლოს შემაჯამებლად YouTube-ის, ანუ თავარი არის სტაბილურობა იდეაში, ანუ რა არის ალგორითმის გასაღები? ალგორითმის გასაღები არის გააკეთო კარგი ვიდეოები, რომლებიც ადამიანებს დაინტერესებს რა. და მაგას აქვს თავი კონკრეტული თავისი მეტრიკები რა. ანუ პირველ რიგში რომ გააკეთო კარგი ვიდეო, მეორე რიგში რომ მიიზიდო რომ თქვა რომ კარგი ვიდეო ნამდვილად და ის thumbnail-ი გაუკეთო და იდეა უთხრა. ანუ პირობითად მე რო დავდო ეხლა მიუხედავად იმისა რომ წარმატებული არხი მაქვს, რო დავდო რომ თბილისში ჩამოვიდა ყველა შემოღმა გავსინჯე, შეიძლება იმდენად რეიტინგული არ იყოს, ვიდრე Amazon-ის ჯუნგლების მეორე სერია. ხო? ანუ თავიდან იდეა რა არის და მე იქ რაც ელოდები რა. ანუ რაღაც დონეზე შეხო წარმოდგენა შეიქმნა მე რა ტიპის ვიდეოებს ვაკეთებ და რაღაცა მეც და ვიღაც დამწყებმაც რომ Amazon-ზე დადოთ ორივე შეიძლება იმას უფრო ნაკლებად დააჭირო ვიდრე მე. და მე რო აჭერ და რო უყურებ ამ პროცესის განმავლობაში შენ რამდენ ხანს რჩები ჩემთან და რამდენ ხანს უყურებ ვიდეოს, ეგ განსაზღვრავს ვიდეოს რეიტინგს რა. აი ხა ბოლო ვიდეოზე 300%-იანი retention-ი მქონდა რა. ანუ ამ ხელა რეიტინგის ვიდეოზე, როცა უკვე 9 მილიონზე ავიდა, 60% არის ფანტასტიკა და ეგ არავინ არ შეადაროს ან Facebook-ს, ან TikTok-ს, ან არაფერს რა. ეგ ნიშნავს რომ წუთიან ვიდეოებს. ხო, წუთიანზე იქ ჯერ 10 წამიანი average ანუ არა აქვს 60-ისა და ეგ ნიშნავს რომ აი საათო ანუ უამრავი დრო ანუ 100-დან 60 დავიანმა ბოლომდე ყველა დეტალს უყურა, ის უშუალოდ რო აიღო რა. როცა აი Facebook-ზე შეიძლება იგივე ანუ Facebook-ზე დადებული მაქვს რაღაც მარტივი მომენტები, რომელსაც აქ 5 მილიონი ნახო, მაგრამ არაფერს მომცემია. იმიტომ რომ კაპი ჩამოვიდა და ისე რა, არაფერი არ არის. გადასკროლა. ხო, ხო, ამბავი ეგ არის რომ თავარია რომ კარგი ვიდეო გააკეთო, თავარია რომ გენდონ ადამიანები რომ ავთენტური იყო და რაღაც კარგად აკეთებ ამ ვიდეოს და თავარია რომ სწორად შეფუთო და მიიწვია ადამიანები და თუნდაც თამზე არის რაღაც Amazon-ის ჯუნგლებში ნადირობ და ამ დროს რაღაც სხვა ეჩითება და ანუ არა ანუ მოიტყუე, მაგაში არ გამოგიჭირონ ადამიანები. ხო, და თავარი არის რომ მე რას ვადენ ყოველ შემთხვევაში YouTube-ზე თვალს და კომენტარებს, ადამიანებიც ვინც იქ რაღაცა კომუნა შექმნა, ისინიც რაღაცნაირად გეხმარებიან, ანუ შენი მაყურებლებიც გეხმარებიან იმაში, რომ შენ შეიძლება უკეთესი გახდე, ეგ აუცილებელია. რაღაცა შიშები რომ YouTube-ი დაიწყო, ამ მიმართულებით არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი მოწადინებულია, რომ რაღაცებს შეგეხმაროს. შიშები რა თქმა უნდა იქნება და ეხლა მოწადინებული შეიძლება ადამიანები რაღაც დოზით უფრო მეტად, იმიტომ არის შედარებით რო დაიწყო შიშები, მაგას ექნება ნებისმიერ ამაზე. ხო, არა. შედარებით წარმატებული რო ხდები, ადამიანები შეიძლება უფრო მეტად კონცენტრირდეს შენზე და აღმოაჩინონ რომ ვა, შენ კაი ტიპი ყოფილ ხარ. და ეგ უფრო მეტი საფორტი შეიძლება გაშლის თეორიულად რა. და დასაწყისში როცა არავინ არ ხარ და არაფერს არ აკეთებ და არავინ არ გიცნობს, შეიძლება ძალიან ირონიულად, აგდებულად ისე შემოქმედონ ადამიანებმა და ეგ ბუნებრივია, მაგრამ ზუსტად მაგას რო გადალახავ და დაიწყებ და იმაზე არ ვფიქრებ რომ აი ბიცოლა შენი რა სიტყვის თუნდაც მით უმეტეს ის უფროსი თავობა რომელსაც წარმოდგენა არ აქვს YouTube-ზე და არც იცის ამის ეკონომიკა და რაღაცა ღლიცინა და ვიდეოების დადებად მიიციან და საერთოდ არ იციან არც გავლენა, არც ეკონომიკა, არც ღირებულებები და არც რამხელა მოძრაობის შექმნა შეუძლია თუნდაც ქართულ კონტექსტში მაგ ადამიანებს უბრალოდ არ დაუჯერო და დაუჯერე თუნდაც ჩემნაირ ადამიანებს რომლებიც კმაყოფილ ანუ თუ შემოხედავ მივხვდები რომ მე ბედნიერი ვარ ჩემი ყოველდღიურობით, ჩემი ცხოვრებით ამ კონტექსტშიც YouTube-ის კონტექსტშიც და რავი ანუ რა გინდა რომ იყო ადამიანი რომელიც რაღაცებს განკითხავს და განჯის და სულ კმაყოფილო თავის ცხოვრებით თუ ადამიანი რომელიც უბერავს რა თავის პანჩი ვიღაცისთვის ცოტა პროვოკაციულია ვიღაცისთვის ცოტა ისეთია რაღაცა უცნაურად უყურებს მაგრამ ეთყობა რომ ბედნიერია რა წარმატებით მეორე ვიდეოს ველოდებით და კიდე ბევრს ხო ბევრი მადლობა ძალიან